ძალიან ემოციურად რთულია. ფაქტობრივად, როგორც ბატონმა ელგუჯამ თქვა, აფხაზეთის დაწყება. თქვენი შესავალიც ერთი მიგზის გახსნაც ძალიან ემთხვევა ყველაფერი ამას კორელაციაში მოდის ამ საკითხების დათმობიდან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იყო და სოხუმის სოხუმის დაცემის შემდგომ ამ ფილიალმა აღადგინა მუშაობა 1993 წლის მიწურულს, ფაქტობრივად რამდენიმე თვეში სოხუმის დაცემიდან 1994 წელს პირველი შეკრება სამშვიდობო ფორმატით, ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ფორმატით მოსკოვში რომ შედგა, მაშინ სეპარატისტულმა მხარემ, რა თქმა უნდა, მოსკოვის მხარდაჭერით დააყენა ორი საკითხი. პირველი, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების გაუქმება, მეორე თესეულ სოხუმის ფილიალის, ანუ სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება. ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო პრემიის ინტერესი. 93 წლიდან მოდის დღემდე და რამდენიც ვიცი, ეს ინჟინერის ფორმატშიც დროდადრო ეს საკითხი ისმევა და როგორც ჩანს, რაღაც წელწილამდე ეს საკითხი მივიდა